რუსთავში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ 700-ზე მეტ ოჯახს საკვები პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები გადაეცა. საქველმოქმედო აქცია საზოგადოება რუსთაველების ინიციატივით მათივე შემოწირულობებით ადგილობრივი ბიზნეს სექტორის ჩართულობით სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში განხორციელდა. საკვები პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები მარჩენალ დაკარგულ ოჯახებს, მარტოხელა დედებსა და მოხუცებს, ვეტერანებს, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაეცათ. გავერთიანდით მთელი რუსთავი და დღეს ვიწყებთ იმ ოჯახების დახმარებას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება COVID პანდემიიდან გამომდინარე. მე მინდა პირველ რიგში მადლობა უთხრა წითელ ჯვარს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში. ასევე განსაკუთრებული მადლობა უთხრა თითოეულ ბიზნესმენს და ბიზნეს ჯგუფს, რომელიც ეხმარება რუსთავს და რუსთაველებს ამ რთულ პერიოდში. შევუერთდით ჩვენი ქალაქის ბიზნეს ჯგუფს, რომელმაც გამოიჩინეს ინიციატივა ჩვენთან ერთად, რომ დავხმარებოდით ქალაქში არსებულ ყველაზე გაჭირვებულ ხარს. ჩვენ ასევე საზოგადოებამ რუსთაველებმა მინდა მოგახსენოთ, რომ დავეხმარეთ თვითდასაქმებულებს, დაახლოებით 2000 ოჯახს, ასევე დავეხმარეთ იმ ხალხს, როგორც იცით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე სამარშრუტო ხაზები გაჩერებულები არის. და საზოგადოებამ რუსთაველებმა გამოიჩინა ინიციატივა, რომ ყველა ამ თვითდასაქმებულებს დავხმარებოდით. საზოგადოება რუსთაველების ინიციატივით, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის ჩართულობით და ბიზნესის აქტიური მხარდაჭერით მობილიზებული იქნა სასურსათო კალათები, რომელიც დარიგდება იმ მოწყვლად ჯგუფზე, რომელიც მკაცრად არის განსაზღვრული. სოციალური ბაზიდან მოხდა დამუშავება იმ ბენეფიციარების მქულათა სისტემიდან გამომდინარე და პირველ ეტაპზე მოხდება აღნიშნული სასურსათო კალათების დარიგება მარჩენალ დაკარგულ ოჯახის წევრებზე, მრავალშვილიანებზე, მარტოხელა მოხუცებზე, ვეტერანებზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახებზე. მიუხედავად რთული მდგომარეობისა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ბიზნესსაც არ აქვს დალხინებული პერიოდი, მაინც გამონახა საშუალება და თანაქალაქელებს, მათ ვისაც პირველ რიგში სჭირდებათ ამგვარი ჰუმანიტარული დახმარება, ეხმარება ძალიან მნიშვნელოვანი პირველადი აუცილებლობის პროდუქტებით 700 ოჯახი რუსთავში მიიღებს დახმარებას და ეს აქცია გრძელდება მთელი ხარის ქვემო ქართლის მასშტაბით.